ამ ნაწილს მინდა რომ დავარქვა სიცოცხლის სუნთქვა. სიცოცხლის სუნთქვა, რომელიც არის ის რაღაც კარგი, ის რაღაც ლამაზი, ის რაღაც უკეთესი. სიცოცხლის სუნთქვა, რომელიც არის ის შინაგანი სიწმინდე, ის შინაგანი სისუფთავე, რომელიც ჩვენ მოგვანიჭებს სიცოცხლის ძალას, რომელიც ჩვენ მოგვიტანს იმას რეალურად, რასაც ყველანი ვცდილობთ სხვადასხვა საშუალებებით და ახლა უკვე მივდივარ იმ გააზრებამდე, რომ სიცოცხლის სუნთქვა ის, რაც ჩვენ რეალურად ამ ყველაფერს მოგვიტანს და მოგვანიჭებს. და ძალიან საინტერესოა რა, თუ გადავხედავთ იმ ინფორმაციებს, რასაც გავცნობილ ვარ. ალბათ ანგელოზის გული იქნება ეს წიგნი, სადაც საუბარია იმაზე, რომ სულიწმინდის მადლიო არის ისო, რაცო ამ ყველაფერს აცოცხლებსო და რაც ამ ყველაფერს სასიცოცხლო ძალას და ენერგიას აძლევსო. ასე ვთქვათო, შემოქმედი ღმერთიო. და როგორ თქვა, ეს სასიცოცხლო ძალა, ეს სასიცოცხლო სუნთქვა. და ის რაღაც კარგი, ის რაღაც ლამაზი და ის რაღაც უკეთესი, ეს შინაგანი სიწმინდე და ეს შინაგანი სისუფთავე. ღმერთმა დაგვილოცოს და გაგვაძლიეროს. მოგვანიჭოს სიცოცხლის სუნთქვა. მადლობა.